უსაინტერესო ეს ეპოქაში ვცხოვრობთ და მოვლენა ამბავი მოსდევს, ამბავი ცვლის. თითქოს არ არის გაციებული ემოციები ალასკაზე შემდგარი შეხვედრის გამო თუ შეხვედრის შემდეგ, ანუ პრეზიდენტი ტრამპი როცა შეხვდა შლეგ და იმპერიალისტ პუტინს ამერიკის შეერთებული შტატების შტატში ალასკაზე ერთხანს არც თუ დიდი ხნის წინ მეთქი ასე ვიტყვი რუსეთს რომ ეკუთვნოდა იმ ტერიტორიაზე და რომელიც გაყიდა რუსეთმა და მისი ტერიტორია აღარც არის და აღარც იქნება არ არის გაციებული ემოციები ამასთან დაკავშირებით და აგე ლამის მთელი მსოფლიო არის ჩასული ახლა ვაშინგტონში და პრეზიდენტი ზელენსკი თავდაპირველად შეხვდება კი არა უკვე შეხვდა პრეზიდენტ ტრამპს მიმდინარეობს აი ამ წუთებში მიმდინარეობს შეხვედრა თუმცა ვიდეო როცა დაიდება ტაბლო მედიაზე ეს შეხვედრა დასრულებული იქნება ამასაც ვიტყვი ბარემ და უკვე შემდგომ გაიმართება ამ ტრამპის სტუმრების შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების 47 პრეზიდენტთან ყველაზე ძლევამოსილი ქვეყნის ძლევამოსილ პრეზიდენტთან რომელიც რასაკვირველია მოწადინებულია და მართლა არ უნდა დაუკარგოთ ამ კაცს მართლა მოწადინებულია რომ დადგეს დამყარდეს მშვიდობა უკრაინასა და რუსეთს შორის ბევრი იტყვის რომ საფუძველთა საფუძველი არის ის რომ ტრამპმა უნდა მიიღოს ტრამპს სურს რომ მიიღოს ნობელის პრემიაო შესაძლოა ასეც არის მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს თავარი ჩემი მოსაზრებით არის სწორედ ის რომ ტრამპი რომელმაც ბევრი კონფლიქტი არ ვიცი რამდენად ბევრი მაგრამ ბაიდენზე გაცილებით ბევრი კონფლიქტი მოაგვარა ბაიდენმა რა კონფლიქტი მოაგვარა თუ არა სიმართლე გითხრათ არ მახსენდება ეს არის რასაკვირველი ახლო აღმოსავლეთის სირიის საკითხი ეს არის ახლო აღმოსავლეთი ირანის საკითხი ეს არის პაკისტანი ინდოეთის დაპირისპირება მიუხედავად იმისა რომ დოკუმენტი როგორც ასეთი არ გაფორმებულა ეს არის კავკასიის რეგიონი აზერბაიჯანის სომხეთის კონფლიქტის მოგვარება სწორედ მის პერიოდში მიუხედავად იმისა რომ ბლინკენმა დაიწყო ბაიდენის ადმინისტრაციამ დაიწყო მოგვარება კონფლიქტისა და ასე შემდეგ კიდე რამდენიმე ჩამოსახელება შეიძლება თავარი კონფლიქტი რასაკვირველი არის უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული ანუ პროვოცირება კი არ მოახდინა უკრაინამ არამედ არაპროვოცირებული შეჭრა და იმის გაკეთება რაც მან რუსეთმა გააკეთა ახლა მე ერთ უცნაურ წინადადებას ვიტყვი წარმოვთქვამს აზრს გაგიზიარებთ და მანამდე კი გეტყვით რომ ღამის 12 საათზე ჩვენი დროით ღამის 12 საათზე ახლა არასრული 10 ანუ დაახლოებით 2 საათში მე მექნება ლაივი ტაბლო მედიაზე YouTube channel-ზე YouTube არხზე და იქაც შევომიერთით იქ უფრო მეტი დეტალი იქნება ცნობილი ზელენსკი ტრამპის შეხვედრიდან და ევროპელი ლიდერების შეხვედრი იქნებიან ცუდი სიტყვა ეს მოკლედ შეტარებული იქნება შეხვედრა ტრამპსა და ევროპელ ლიდერებს შორის და რაღაცა პირველი განცხადებები მაინც გაკეთება მაგრამ ვიდრე ის ლაივი დაიწყება მე მანამდე გავრისკავ და ვიტყვის შემდეგ რამის უკრაინას არავინ არ გასცინავს დამოუკიდებლად იმისა რაზე დასთანხმდება პრეზიდენტი ზელენსკი და ის რასაკვირველია დონბასის ჩაბარებაზე არ დათანხმდება ის უკვე მივიდა რუკით სადაც უნდა აუხსნას რომელიც უნდა აჩვენოს პრეზიდენტ ტრამპს და ჯეიდი ვენს და სხვებს და უნდა აჩვენოს რომ აი აქ არიან რუსები აი ამის აღება უნდათ რუსებს აი აქ მათ უჭირთ მაგრამ აქ საკმაოდ მომძლავრებულნი არიან ეს ტერიტორია უკრაინის იყო ამ პერიოდიდან და რაც არ უნდა გითხრათ თქვენ პუტინმა ისტორიის ჭიუხებში რომ ჩაძრეს მაინც ამას მნიშვნელობა არ აქვს მე-20 საუკუნის სამართალი ლაპარაკობს იმას რომ როგორც დაიშალა საბჭოთა კავშირი იმ იურიდიულ საზღვრებში უნდა დარჩეს ესა თუ ის რესპუბლიკა არა მხოლოდ უკრაინა მოლდოვა ტაჯიკეთი ყაზახეთი საქართველოს სომხეთი აზერბაიჯანი ბელარუსი უზბეკეთი და ასე შემდეგ 12 და რეალურად კი 15 ეგრეთ წოდებული მოძმე რესპუბლიკა საბჭოთა კავშირის დროს რო უწოდებდნენ ცხადია ალბათ იმიტომ რომ ესტონელები ტაჯიკების მოძმეები ვერანაირად ვერ იქნებოდნენ არა რამეს კი არ ერჩოდნენ ესტონელები ტაჯიკებს მაინც და მაინც მაგრამ ერთი ხალხი საბჭოთა ხალხი არ იყოს სხვადასხვა 15 მინიმუმ კი რა რეალურად გაცილებით მეტი რუსეთშიც კი ათეულობით ხალხია და ათეულობით ხალხის ერთობლივი კონგლომერატი იყო საბჭოთა კავშირისა და ზელენსკიმ უნდა აუხსნას და აუხსნის კიდეც რომ როგორც დაიშალა რა საზღვრებშიც დაიშალა საბჭოთა კავშირი ის არის დე იურე საზღვრები ამა თუ იმ დამოუკიდებელი რესპუბლიკისა და მათ შორის პირველ ყოვლისა ამ გაწამებული უკრაინისა
მოკლედ რუკად ამბავი ამბად, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ როგორც არ უნდა დასრულდეს ეს მოლაპარაკებები და ეს არის ურთულესი მოლაპარაკებები, იმიტომ რომ პუტინი არაფერს ართმობს, რეალურად არაფერს ართმობს. შესანიშნავად ვიცის მთელმა მსოფლიომ, რომ ფიცი მისი გვწამს ბჭყალებში, მაგრამ ბოლო კი გაგვაკვირვებს, იმიტომ რომ გაივლის კიდევ 2 წელიწადი და ის პირობითად და ის აუცილებლად მიიტანს იერიშს იმ ტერიტორიებზე, რომლებზე იერიშის მიტანასაც რომელზეც გვპირდება, რომ იერიშს არ მიიტანს, ხერსონზე, დნეპროპეტროვსკზე, ზაპოროჟიეზე, ხარკოვზე, სხვა რეგიონებზე, იქნება ლვოვზე და იქნება კიევზეც კი. მოკლედ პუტინის ბოლო არ გვწამს, ფიციც არ გვწამს, ბოლოც არ გვწამს, ბოლოს ვხედავთ და ასე შემდეგ. ეს შერიგება, არასწორი სიტყვა, ზავის, დროებითი ზავის პროცესი დაწყებულია ტრამპს სასიცოცხლოდ სჭირდება. რატომ სჭირდებაო? ვინმე იტყვის და იმიტომ სჭირდება, რომ მთელი თავისი რესურსი მან მიმართოს გაგიკვირდებათ და ჩინეთის მისამართით, ჩინეთის მიმართულებით, ჩინეთის, რომელიც ესოდენ ძლავრდება ამასობაში, სადაც მძლავრი იყოფას აქვს. ჩინეთს გარკვეული პრობლემები, რასაკვირველია, მაგრამ ჩინეთი მართლა ძალიან მძლავრად მზარდი ქვეყანაა და შეერთებული შტატების უპირველესი ამოცანა არა რაღაც ძღინკიანი რუსეთი და რუსეთი ძღინკიანი სახელმწიფოა, რასაკვირველია ჩინეთთან მიმართებაში, არამედ გადართვა ჩინეთზე, რომ იქნება ეს გაძლიერებული ვეშაპი ჩინეთი, როგორღაც კისერ მოგრეხილი იყოს. და ამიტომ სჭირდება მათ შორის პრეზიდენტ ტრამპს ამ კონფლიქტის დასრულება, მაგრამ მე იმ სიტყვას დაუბრუნდები ისევ, რასაც ქვია, როგორც არ უნდა დასრულდეს ეს მოლაპარაკებები. მაინც დღევანდელს კი არ გულისხმობ, բայց და მაინც ეს პროცესი როგორც არ უნდა დასრულდეს. დონბასი წარმოვიდგინოთ ყველაზე უარესი, რომ დონბასი დაათმობინეს, რაც წარმოუდგენელია, მაგრამ მაინც ზელენსკი ამაზე ხელს არ მოვაწევს. შედგა სამთაშორის შეხვედრა ტრამპი, ზელენსკი, პუტინი და შეგნებულად ვახსენებ ამ შლეგ ლიდერს მესამედ, შედგა ეს შეხვედრა ასე მაგალითად, რა ვთქვათ, თურქეთში, ან შეერთებულ შტატებში, ისევ ალასკაზე, ან შედგა ეს შეხვედრა შვეიცარია იჩენს ამის თაობაზე ინიციატივას და შვეიცარიაში, ან იტალიაში მოიხსნა დროებით პუტინის დაკავებისთვის გაუცილებელი კი არა გაცემული ორდერი და შესაბამისად პუტინი არ დააკავეს და რომში თუ ვატიკანში შედგა ეს შეხვედრა, ეს ინიციატივაც არსებობს კალოდონი მელონის მხრიდან და მოილაპარაკეს მაგალითად იმაზე, რომ დონბასი არის უკრაინის, კი არა რუსეთის. დაუბრუნდა დონბასი, კი არა წაეღლიტა რუსეთის მიერ, არავინ არ დააკანონებს არც დონბასს და არც ყირიმსაც კი რუსეთის ტერიტორიად დე იურე, ეს რომ ვიცოდეთ ბარემ. მაგრამ გაიცვალა რაღაცაში, გამოიცვალა, თანაზომადია გაცვლის პროცესი, არათანაზომადია, რუსები გავიდნენ ხარკოვის ოლქიდან, იქ სამაგიეროდ გაყინეს თუ პარალელურად გაყინეს ხერსონის არსებული ხაზები, ჩაწერეს კონსტიტუციაში და სხვა კანონებში, რომ არამც არ დაესხმებიან უკრაინას თავს, უკვე მომავალში ისიც არ გვჯერა რასაკვირველია, ზაპოროჟიესთან დაკავშირებით მოილაპარაკეს, ევროპელი ჯარები ან არ შევიდნენ ევროპული ჯარები, ეს ძალიან საინტერესო ნიუანსია თითქოს, მაგრამ მაინც მე გეტყვით, რომ ყველა შემთხვევაში უკრაინა გამარჯვებულია, იმ შემთხვევაშიც კი თუ უკრაინას არ მიიღებენ ნატოში, ოღონდ უსაფრთხოების დარჩენილი ტერიტორიის უსაფრთხოების გარანტიას მისცემენ აპრიორი ევროპელები და ამერიკელებიც ერთგვარად, ან ამერიკელები და ევროპელები ერთად და თანაზომადად. და მე გეტყვით, რატომ არის გამარჯვებული უკრაინა, ავხსნი ამას ძალიან ნათლად. ჩვენ უნდა გავიხსენოთ, რომ თავდაპირველი ამოცანები რუსეთისა იყო სულ არ ფიგურებდა მაშინ ხერსონი, სულ არ ფიგურებდა მაშინ ზაპოროჟიე, დემილიტარიზაცია, ნატოში არ შესვლა, დენაციფიკაცია, რუსული ენის სწავლების დაკანონება და ასე შემდეგ და დონბასში არსებული ვითარების აღიარება, დაკანონება და იქიდან რუს-უკრაინული ჯარების გასვლა. და ნატოს საკითხი რასაკვირველია. მაგრამ მე მანდაჭამაში მოსდის და მოუვიდა ამ გავეშებულ სახელმწიფოს, გაიწია ის ზაპოროჟიეზე და ხერსონზე და ეს ორი რეგიონი, როგორც რა საზღვრებში ექსალკეს ალაპარაკოა და აქ ვერ მოვასწრებ, შეიყვანა საკუთარ შემადგენლობაში, მოახდინა ოკუპაცია, ანექსია. ეს ხო ყველამ ვიცით. რუსეთის მთლიანად, რუსეთის მიზანი, რომ ვიცოდეთ მაინც, იყო სრული უკრაინის
დაპყრობა. გარკვეული პერიოდის შემდეგ იმ თავითვე მეთქი გასე გეტყვით, თუმცა რეალურად ამას არ ამხელდა, მაგრამ მას უნდოდა მთლიანად უკრაინა ყოფილიყო გაუქმებული და რუსეთის შემადგენლობაში შესული მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ხშირად ყოველ შემთხვევაში პრეზიდენტ პუტინის დონეზე ამას არც გვიმხელდნენ, თუმცა სხვები იდეოლოგი დუგინი და უშროების საბჭოს ბიუნის მოადგილე მედვედევი რო გამოტყორებოდა მაშინ, სხვები ისინი პერიოდულად ამ გვარგანცხადებას აკეთებდნენ. ამ მიზანს რუსეთმა ვერ მიაღწია. რუსეთის მიზანი იყო, რომ ნატო არ გაფართოებულიყო მის საზღვრებთან. ამ მიზანს რუსეთმა ვერ მიაღწია, იმიტომ რომ სხვა თუ არაფერი შვედეთს რომ დავანებოთ თავი, მის საზღვრებთან 1300 კილომეტრიანი ნატოს ზოლი მიიღო, ნატოს წევრ სახელმწიფოსთან საზღვარი მიიღო ფინეთის სახით, იმ ფინეთისა, რომელსაც მე კიდევ ვახსენებ ამ ვიდეობლოგის დასაწყისში. არა, ბოლოსკენ. რუსეთს უნდოდა რომ წირვა ლოცვა თითქოს მეხუთეხარისხოვანია, ხო? უკრაინაში, მათ შორის კიევში ჩატარებულიყო მხოლოდ რუსულ ენაზე და მისი FSB-ს სამღვდელოება, FSB-ს აგენტურა სამღვდელოება ყოფილიყო პირველთა შორის პირველი. რა მიიღო? მან მიიღო უკრაინის ავტოკეფალიის აღიარება სოფლიოს საპატრიარქოს მიერ. მან მიიღო უკრაინის ავტოკეფალია და ამას ვეღარავინ ვეღარ დააბრუნებს. რუსეთს უნდოდა რომ რუსული ენა უკრაინაში, მათ შორის კიევში ყოფილიყო პირველი ენა და უკრაინული ყოფილიყო მეორე. რა მიიღო? ვერაფერი ვერ მიიღო ამ მიმართებითაც, არათუ ენა, არამედ ხალხიც კი საუკუნოდ შესძულდა უკრაინელ ხალხს, ახალგაზრდებს და ძველგაზრდებს, შუა ხნის ადამიანებს, ქალებს თუ კაცებს, მეომრებს თუ არამეომრებს, მშვიდობიანებს, მშვიდობის მსურველებს თუ ომის მსურველებს, უკლებლივ ყველას საუკუნოდ შთამომავლობით შესძულდა რუსი ხალხი, რუსეთის სახელმწიფო, როგორც ასეთი. კონფლიქტი სულ რომ გაიყინოს, კი არა, უარეს გეტყვით. ორი ან რამდენიმე სცენარია. პირველი სცენარია რომ იყოს ჩრდილოეთ კორეა, სამხრეთ კორეის სცენარი და აი ამ სამხრეთ კორეაში ამერიკული სამხედრო ბაზა ან ევროპული სამხედრო ჯარი, სამხედრო კონტინგენტი რომ განთავსდეს, ეს ჩრდილოეთ კორეა, ეს რუსეთის არსებითი მარცხი, ანუ კორეული ვარიანტი რომ გათამაშდეს. მაგრამ კორეულ ვარიანტზე უარესი ან თანაზომადია ბერლინის კედელი იმ კედელთან შედარებით, რომელიც შეიძლება თეორიულად აშენდეს ამ გამყოფ საოკუპაციო ხაზზე, რასაკვირველია, ნამდვილი ბერლინის კედელი შეუდარებლად პატარა იყო 2000 კილომეტრზე კედელს ვინ აშენებს, მაგრამ რომ წარმოვიდგინოთ, რომ კედელი აშენდა და ანუ რუსეთს ვიღაც სჭირდება ეხა კედელი 21 საუკუნეში, როცა ან რისგან იცავს კედელი, როცა დრონების ომი მიმდინარეობს, მაგრამ წარმოვიდგინოთ, რომ ასე გაიყო უკრაინა გაიყო ასე, წარმოიდგინეთ და შემთხვევით არის ეს სასაჩუქრე 5 ჩემს გვერდით და არა, იმიტომ რომ რაღაც შეგდე მოვიმარაგე და მეჩვენები და უბრალოდ ახლა მივაქციე ყურადღება. გერმანული ვარიანტი, ანუ ბერლინის კედელი რომ გაიყოს და მეორე ნაწილი, ანუ დასავლეთ უკრაინა და დასავლეთ გერმანია იყო ამ შემთხვევაში და აქ უკრაინა, დარჩენილი უკრაინა რომ გახდეს ნატოს წევრი, ამ შემთხვევაში რუსეთი დამარცხებულია, რომც არ გახდეს ნატოს წევრი და უსაფრთხოების გარანტიები მიიღოს ევროპიდან და შეერთებული შტატებიდან, მათ შორის იარაღის, აი ჩვენ როგორც 2008-ში დამოხდა, ჩვენ ერთი არ დამარცხებული ვართ, მაგრამ გავანებოთ ერთ უცთავი, ჩვენ შეგვეზღუდა იარაღის ბაზარზე ოპერირება, ჩვენ აღარ გვაძლევდნენ, აღარ წყიდულობდით იარაღს. უკრაინას რო ჰქონდეს იარაღის შესყიდვის შესაძლებლობა, ტექნოლოგიების შესყიდვის შესაძლებლობა, სადაზვერვო ინფორმაციების სულ შეერთებული შტატებიდან, მუდმივი 50 მილიარდიანი დაახლოებით მხარდაჭერა ევროკავშირიდან, ევროკავშირმა რო იყიდოს იარაღი და უკრაინისთვის დამატებით და გააგზავნოს დარჩენილ უკრაინას მისცეს ეს იარაღი და სულ არ იყოს მეხუთე მუხლი, მაგრამ მეხუთე მუხლის მსგავსი გარანტიები რომ მისცენ უსაფრთხოებისა, დარჩენილ უკრაინას უკრაინა უკვე გამარჯვებულია. ანუ კორეულ ვარიანტში, როცა დგას ბაზები ამერიკული ან ევროპული ან ორივე ერთად გამარჯვებულია, მიუხედავად იმისა, რომ მან დაკარგა ტერიტორიების დროებით დაკარგა ტერიტორიების გარკვეული ნაწილი 12 წლით, 15 წლით, 25 წლით. კი ბატონო, დაკარგა ისევ როგორც ჩრდილოეთ კორეა აქვს დაკარგული სამხრეთ კორეას, მაგრამ ოდესღაც რასაკვირველია გაერთიანდება ეს, ხო? ისევე როგორც აღმოსავლეთ გერმანია დაკარგული ჰქონდა დასავლეთ გერმანიას, მაგრამ გაერთიანდა ვიცით ჩვენ. და ასეთ სხვა მაგალითების დასახელებაც შეიძლება. დიახ, კედელიც რომ აშენდეს, კორეული ვარიანტიც რომ გათამაშდეს,
ბერლინის კედლის ვარიანტის რომ გათამაშდეს, უკრაინა უკვე გამარჯვებულია, მაგრამ ვინმე იტყვის, რომ აგე ფინური ვარიანტიც არსებობსო. ფინური ვარიანტი მართლა არსებობს. და ამ ფინური ვარიანტის მიხედვით 39-40 წლებში იცით თქვენ რაც მოხდა საბჭოთა კავშირში, საბჭოთა რუსეთს მეთქი ესე უნდა მეთქვა, დიახ, საბჭოთა სტალინურ რუსეთსა და ფინეთს შორის ფინეთი გაიყინა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თუმცა სტალინს უნდოდა მთლიანად ფინეთის შესანსვლა, დანგრევა და მიუხედავად იმისა, რომ ფინეთს სხვადასხვა გაცილებით ნაკლები პარტნიორი ხავდა იმ ხანად, ვიდრე ხავს ახლა მოცემულ ეტაპზე უკრაინას, მიუხედავად იმისა, რომ სტალინმა წაღლით, აი ლუკაშენკოს ხმარობს ამ სიტყვას ადგრიზუთ, ხო? აი გამოაჭამენ უკრაინას ამ შემთხვევაში დონბასის და ყირიმის ტერიტორიას და ფინეთს გამოაჭამეს კარელია. რეალურად ფინეთი გადარჩა და ის არ იყო იდეალური სახელმწიფო, მაგრამ ის იყო განვითარებადი სახელმწიფო, რომელიც ჩამოყალიბდა ძალიან კარგ სახელმწიფო და რომელიც აგე უკვე ნატოს წევრიც არის. მე მესმის რომ 80 წელია 39-დან შემიძლია ვიანგარიშოს ზუსტად რამდენი წელია გავხსნათ კალკულატორი 2023-მდე 1940-დან ოდიში გამოვაკლო ხო 2023-მდე გამოვაკლოთ 1940-83 წლის განმავლობაში ფინეთი ჯერ ერთი იყო ნეიტრალური სახელმწიფო და მაგრამ ის მაგდა ერთი ხანობა იყო სოციალისტური, ერთი ხანობა იყო საბჭოთა კავშირთან ძალიან ახლო ურთიერთობაში ყოფი სახელმწიფო. ბოლო პერიოდამდეც მეთქი, ბოლო პერიოდამდე თლად არა, მაგრამ აი გასული საუკუნის 80-იან წლებამდე თუ ჩათვლით, მაგრამ ფინეთი გადარჩა როგორც სახელმწიფო და პიროსის გამარჯვება თუ ქვია რამეს და პიროსის გამარჯვება რას ქვია? პიროსის გამარჯვება არის მე კი გავიმარჯვე, მაგრამ ნებისმიერი შემდეგი ომი ჩემი განადგურების ტოლფასია. ეს არის სიტყვები, რომელიც არ მინდა შემეშალოს და ესე იგი ჩვენს წელთაღრიცხვამდე ბოდიში ახლა 279 წელს, მაგრამ მაინც აი ChatGPT-ს ვკითხოთ პიროსის გამარჯვება. ჯვე წერი ნამდვილად მახსოვს, მაგრამ არ მინდა შემეშალოს, ხო? პიროსის გამარჯვება არის გამოთქმა, რომელიც გამოიყენება მაშინ, როცა თითქოს გამარჯვებულია ადამიანი ამ შემთხვევაში ქვეყანა, სახელმწიფო ან ჯგუფი, მაგრამ ეს გამარჯვება იმდენად ძვირად დაუჯდა ამა თუ იმ ქვეყანას და რუსეთს უჯდება უძვირესად ეს გამარჯვება და ეს გამარჯვება როგორია, ხო? მე კი მოვიპოვე გამარჯვება, მაგრამ ნებისმიერი შემდგომი ომი ჩემი დამარცხება იქნება ნებისმიერ შემთხვევაში სტრატეგიულად დამარცხებულია რუსეთი. მეთქი ამას ამბობ, ტერმინი უკავშირდება ძველ ბერძენ მეფეს ვიცით პიროს და რომელიც თავის მხრივ ხო კიდევ ერთი ასეთი გამარჯვება აგე ChatGPT-ს პასუხობს და მე მთლიანად დავიღუპები, ხო? რომელიც თავის მხრივ მინდა გავიხსენო ისტორიკოსი ვის ეკუთვნის მის სიტყვები მე კი ვიპოვე და ალბათ მიპასუხებს ამაზე. პლუტარქე გადმოსცემს უკვე ამ სიტყვებს, ხო, ბოდიშს ვიხდი, ეს არის და ხო, წელი გარშემშლია, კარგია, 279 წელი ძველი წელთაღრიცხვის. დიახ, ამგვარ გამარჯვებას მოიპოვებს რუსეთი ტაქტიკურ დონეზე, როცა მისი ნებისმიერი სხვა გაავება და ნებისმიერი სხვა ომში ჩართულობა მისი აპარიორი დამარცხების ტოლფასია. მე ძალიან მაინტერესებს ახლა ამბები, რომლებიც მიმდინარეობს სახლში, იმიტომ რომ აგე ახლა აი წუთი-წუთზე დამთავრდება ეს შეხვედრა და მე ლაივი მაგ გასაკეთებელი ღამის 12 საათზე შესაძლოა ოდნავ ადრეც. მე ამასობაში უნდა მივაქციო ყურადღება ევროპელი ლიდერების შესვლას, პირველ განცხადებებს, რომლებსაც გააკეთებენ ლიდერები და მე უნდა გიამბოთ ამის თაობაზე ოდნავ გვიან. ამიტომ იცოდეთ, სულ რომ ფინური ვარიანტი გათამაშდეს და დაკარგოს სამუდამოდ მეთქი ასე ვიტყვი უკრაინამ ტერიტორიის ნაწილი. სამუდამოდ და არა ისე როგორც კორეას აქვს დაკარგული ჩრდილოეთ კორეა. ან გერმანიას ჰქონდა დაკარგული აღმოსავლეთ გერმანია. სამუდამოდაც რომ დაკარგოს, უკრაინა მაინც გამარჯვებულია, იმიტომ რომ უნდა ვიცოდეთ, რუსეთს უნდოდა პირველი მთელი უკრაინა,
რეჟიმ ჩეინჯი კიდე კაი გამახსენდა. მას უნდოდა რომ რომელიმე პოროშენკოს მსგავსი პოროშენკო რა შუაშია და იანუკოვიჩის მსგავსი პოროშენკოს საუჩეს კაცო. რომელიმე იანუკოვიჩის მსგავსი დამჯდარი იყო კიევში, რომელიც ლოიალურად იქნებოდა განწყობილი რუსეთის მიმართ და ადრე თუ გვიან სწორედ იმ პოლიტიკას გაატარებდა, ადრე თუ გვიან კი არა, ადრე რომელიც აწყობს იმპერიის დედაქალაქს. ანუ იანუკოვიჩი უნდოდა, ეს იქნებოდა მედვედჩუკი, იანუკოვიჩი თუ რომელიმე სხვა ღმერთმა უწყის. ალბათ იანუკოვიჩი ვერ იქნებოდა, მაგრამ სხვა. მას უნდოდა სახელმწიფო ენად რუსული, მას უნდოდა წირვალოცვა რუსულად უკრაინაში, კიევშიც. მას უნდოდა ლოიალური დამოკიდებულება უფროსი ძმის ჭყალებში რუსეთის მიმართ მთელი უკრაინისა და მან მიიღო ფინეთი ნატოს წევრად, მან მიიღო ანუ მეტი ნატო მის საზღვართან, მან მიიღო ზიზღი უკრაინელებისა, მან მიიღო უკრაინული ენის გაძლიერება, მათ შორის რუსულენოვან უკრაინა რასაც აკონტროლებს იმ რეგიონებშიც, იმ ქალაქებშიც, მაგალითად ხარკოვში. ხარკოვი იყო მეტწილად რუსულენოვანი, მაგრამ დღეს ხარკოვში არის ტენდენცია რომ ის გახდეს უკრაინულენოვანი, ანუ უკრაინის სახელმწიფოების ახალი იდენტობის და ნამდვილი იდენტობის ერთ-ერთი ქვაკუთხედი ლვოვი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და ქვემოთაც ეგრე მაგის პასუხია რომ ვიცოდეთ ნეპროპეტროვსკი, ასე შეგვიძლია ვთქვათ და კიდე სხვა რეგიონების და კიდევ გააჩნია, ვინ რას დათმობს. ზელენსკი არ მოაწერს ხელს იმას, რასაც პუტინი სთავაზობს, მაგრამ ზელენსკის არ მიატოვებს ამერიკის შეერთებული შტატები კონკრეტულად და ზოგადად დასავლეთი ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერს მართლა უნდა კონფლიქტის დარეგულირება, მაგრამ არა ისე, რომ ვიღაცა მიჭიკარდეს და ვიღაცა იყოს ესოდენ დაჩაგრული. ამ ვიდეო ბლოგს მე ახლავე ავტვირთავ, ღმერთმა უწყის რას დავარქმევ, იმას კი გეტყვით, რომ რა საკვირველია. ხო, რა საკვირველია, ყველაფერი იქნება კარგად, საქართველოსთვისაც იქნება კარგად. აბასთუმნის უღრანების ბინადრის ღრიალს, თუნდაც ოჯახის წევრებთან მეზობლები, რომლებიც შორს არიან, რა საკვირველია, გაიგონებენ, გაიგებენ. ასია ეს. ნახვამდის.